განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ კვლავ წმინდა ირინეოსის ღვთისმეტყველებას განვიხილავთ, მკითხველს და მსმენელს ირინეოსის შრომებისა და ამ შრომებში დაუნჯებული ღვთისმეტყველებისა შევახსენებთ იმ თემატურ დანაყოფებს, რითაც ჩვენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სწავლებას წმინდა ირინეოსის შრომებში ყველაზე უფრო მეტად აქცენტირებულს მოძღვრებას შემოკრების შესახებ განვიხილავდით. რა თქმა უნდა, ამ სწავლების განხილვას ჩვენეულ საუბრებში, რადიო საუბრებში წინ უძღოდა საკუთრივ ყოვლადწმინდა სამების შესახებ ირინეოსისეული მოძღვრების წარმოჩენა, შემდგომ კი უკვე ის თემატური განაწილება საღვთისმეტყველო საკითხებისა, რაც უშუალოდ უკავშირდება შემოკრების შესახებ მოძღვრებას. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მაცხოვრის შესახებ სწავლება, ანუ ქრისტოლოგია ირინეოსისა, შემდგომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება, ანუ მარიოლოგია, ამის შემდგომ ეკლესიის შესახებ მისეული სწავლება, ანუ ეკლესიოლოგია და ბოლოს წინასაუბრის დასასრულს ჩვენ შევეხეთ ირინეოსის კონკრეტულ ციტატებს და გამონათქვამებს უწმინდესი ევქარისტიის შესახებ. კვლავ დაგვრჩა რამდენიმე თემატური საკითხი ირინეოსის ღვთისმეტყველების შედარებით სრულყოფილად წარმოჩენისათვის, რომლებსაც შევეცდებით, რომ 1-2 საუბრის მანძილზე ყველაზე უფრო არსებით ამ თემატურ საკითხთაგან ასევე შევეხოთ. ფიქრობთ, ცალკე გამოყოფას იმსახურებს წმინდა წერილის შესახებ ირინეოსის სწავლებანი და კანონის საკითხი საღვთო წერილთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ეს არაერთგზის აგვინიშნავს, როდესაც ამის აუცილებლობა იყო, რომ ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა კანონიკური ჩამონათვალი საუკუნეთა მანძილზე აბსოლუტურად იგივეობრივი არ გახდათ. თანდათანობით ყალიბდებოდა კანონი და კანონის გვერდით არაკანონიკურ წიგნთაგან ის ნაწილი, რომელიც შეიძლებოდა კანონში ჩართულიყო, როგორც არა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად თანაბარი კანონიკურ წიგნთა ღირსებისა, მაგრამ არც თუ რაიმე ცდომილების შემცველი და შესაბამისად დაშვებული ეკლესიისგან, როგორც ძველი აღთქმის წიგნთა ფარგლებში, ასევე ახალ აღთქმასთან დაკავშირებით მორწმუნეთა მიერ საკითხავად. ახალ აღთქმასთან დაკავშირებით ჩვენ ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ ამ კატეგორიისა არსებითად არის მხოლოდ მოციქულთა მოღვაწეობის ამსახველი საქმენი, რომლებიც, რა თქმა უნდა, კანონიკურ ახალ აღთქმაში არ შედის. ანუ თხრობითი ნაწილი, სადაც ნაკლებიან და თითქმის საერთოდ არ არის დოგმატურ საღვთისმეტყველო სწავლებანი, აღწერილობანია ისტორიული მოვლენებია და ეს ყველაფერი, როგორც სათნო გადმოცემები, უდიდესწილად ეკლესიისგან შეწყნარებული გახლავთ. მაინც ახალი აღთქმის კანონთან დაკავშირებით მეტნაკლები ცვალებადობანი თვით წიგნების ჩამონათვალის მხრივ ასევე განხილულია ჩვენს მიერ, თუნდაც აპოკალიფსთან დაკავშირებით ამ მხრივ საკმაო მერყეობანი იყო ვიდრე მე-5 საუკუნემდე, ან და იმ მხრივაც, რომ უადრეს პერიოდში ახალი აღთქმის კანონში შექონდა ზოგი შრომა ეკლესიის მამისა და არა მოციქულისა, მათ შორის კლიმენტი რომაელის 2 ეპისტოლი, აგრეთვე მისივე მოციქულთა განწესებანი. რაც შეეხება ირინეოსის დამოკიდებულებას კანონისადმი, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასთან ჩვენს მიერ განსახილველ ცენტრალურ შრომაში მხილება და დამხობა ცროცოდნისა ახალი აღთქმის კანონი წარმოდგენილია 4 სახარებით, პავლე მოციქულის ეპისტოლეებით, საქმე მოციქულთათვის, იოანე ღვთისმეტყველების ეპისტოლეებით და მისი აპოკალიფსით. ამათთან ერთად ჩვენ გვხვდება პეტრეს პირველი ეპისტოლე და ερμის მწყემსი. ερμის მწყემსზე ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი საუბარი, მაშინაც აღნიშნავთ, რომ ეს ძეგლი თავის დროზე ავტორიტეტული იყო, მაგრამ ეს მონაცემი, რომ წმინდა ირინეოსი მას ახალი აღთქმის კანონს უკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის მნიშვნელობას თავისთავად ცხადია კიდევ უფრო ზრდის. ეს ერთი თავისებურება ირინეოსისგან ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების, ირინეოსისგან მოცემული ჩამონათვალისა, ახალი აღთქმის კანონიკური წიგნების მისეული ჩამონათვალისა და მეორე თავისებურება გახლავთ ის, რომ პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან იგი არასახელებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს, რამდენადაც ის პავლესეულად არ მიაჩნია როგორც ზოგ სხვა ადრეული პერიოდის მოღვაწეს. აღნიშნავთ აგრეთვე იმასაც, რომ ესე იგი ირინეოსი წერილს უწოდებს ახალ აღთქმას, ესე იგი ეს ამგვარი სახელდება უკვე ბიბლიისა წერილად სახელდება და ეს მოგეხსენებათ როგორც არა გავრცობილი მომდევნო პერიოდში, ირინეოსთან უკვე გამოკვეთილია და შესამჩნევია. და მისივე მითითებით ახალი აღთქმა ისევე ღვთივსულიერია როგორც ძველი აღთქმა. ხოლო რაც შეეხება უკვე შედარებით უფრო ისტორიული მნიშვნელობის მონაცემებს ირინეოსის ხსენებულ ძეგლში, კერძოდ მაგალითად
თუ როგორ შეიქმნა 4 სახარება, ამასთან დაკავშირებით ლიონის ეპისკოპოსის საკმაოდ ცნობილი სიტყვები უნდა მოვიტანოთ, ეს სიტყვები გახლავთ მისი შრომის მესამე წიგნში და ქართულად სიტყვასიტყვით შეიძლება ასე ითარგმნოს. მათემ ებრაელთა შორის მათსავე მშობლიურ ენაზე გამოაქვეყნა აგრეთვე წერილი სახარებისა. მაშინ როცა პეტრე და პავლე რომში მახარებლობდნენ და აფუძნებდნენ ეკლესიას. მათი მიცვალების შემდეგ, ესე იგი პეტრეს და პავლეს მიცვალების შემდეგ, პეტრეს მოწაფემ და განმარტებელმა მარკოზმა პეტრეს სწავლებანი ასევე წერილობით გადმოგცა ჩვენ. ლუკამაც პავლეს თანმხლებმა მისგან, ესე იგი პავლესგან ქადაგებული სახარება წიგნად დაგვიდო. შემდეგ იოანემ, უფლის მოწაფემ, რომელიც მიეყრდნო მის მკერდს, მანაც გამოაქვეყნა სახარება, როდესაც იმყოფებოდა აზიის ეფესოში. ძალიან ლაკონურად, მაგრამ სავსებით გამჭვირვალე მნიშვნელობის მქონე ტექსტით, ბუნდოვანების გარეშე, როგორც ხედავთ, წმინდა ირინეოსი ჩვენ თვალნათლივ გვიჩვენებს თუ 4 სახარება როგორ შეიქმნა და აქვე ხაზგასმული ცნობა და უწყება იმის შესახებ, რომ მათეს ებრაულადაც დაუწერია სახარების ტექსტი. ალბათ დღეისათვის ცნობილი წყაროების მიხედვით ყოველ შემთხვევაში ჩვენ პირველთან, სწორედ ირინეოსთან გვაქვს ასევე კონკრეტული და მნიშვნელობით სავსებით არაბუნდოვანი და გამჭვირვალე გამონათქვამი და შეფასება და განმარტება იმის შესახებ, რომ არსებობს 4 სახარება და არც მეტი უნდა იყოს და არც ნაკლები. ამასთან დაკავშირებით ირინეოსი კერძოდ ამბობს: არ შეიძლება რომ სახარებათა რიცხვი ან მეტი იყოს იმაზე, რაც არის, ან და ნაკლები. და თუ რატომ, ესე იგი ირინეოსი ამის შემდეგ აი ესეთ პარალელებს მოუხმობს. რადგანაც 4 კიდია ამ ქვეყნისა, სადაც ჩვენ მკვიდრობთ, არის 4 უმთავრესი ქარი, რადგანაც ეკლესია განთესილია მთელ ქვეყანაზე, ხოლო ბურჯი და სიმტკიცე ეკლესიის არის სახარება და სული ცხოვრებისა. მართებულია, რომ 4 ბურჯი, ესე იგი 4 სახარება, უნდა ჰქონდეს მას, რომლებიც, ესე იგი ეს ბურჯები, ყოველ მხარეს მოჰბერავენ უხრწნელებას და აღატყინებენ ადამიანებს. აქედან ცხადია, რომ ყოველივეს შემქმნელმა სიტყვამ, რომელიც მჯდომარეა ქერუბიმთა ზედა და მპყრობელია ყოველივესი, რომელიც გაეცხადა ადამიანებს, მან მოგვანიჭა სახარება 4 სახოვარი, ეს შეიძლება ძველი ტერმინითაც გვეთქვა 4 ხატედი და 1 სულით შემტკიცებული. მსგავსადვე დავითიც, რომელიც ეშურებოდა ამ სიტყვის მოვლინებას, ამბობს, რომელი ხზი ზედა ქერუბინთა განსცხადენ. ეს გახლავთ 79 ფსალმუნის მეორე მუხლი, ესე იგი ციტირებული ირინეოსისგან. სხვა არგუმენტებსაც მოუხმობს, სხვა პარალელებსაც უფრო ზუსტად მოუხმობს ირინეოსი და კერძოდ ამბობს: ქერუბიმებიც 4 პირის სახისანი არიან, ხოლო მათი პირის სახენი ხატებია ღმერთის მოქმედებისა. აქ შემოდის უაღრესად მნიშვნელოვანი სახისმეტყველებითი განმარტება ირინეოსის განმოწოდებული, რომ თხსახოვნება ქერუბიმებისა გამოსახავს მაცხოვრის 4 მოქმედებას, 4 სამოქმედო თვისებას და თუ რომელი რაც შეესაბამება და ამავე დროს ქერუბიმის თითოეული ხატის მაცხოვრის ამა თუ იმ მოქმედების გამომსახველი თავის მხრივ რომელი სახარებით არის გაცხადებული, ამ ყოველივეს ხსენებული ციტატის მომდევნო ნაწილში, ასე იგი ირინეოსი აი ამგვარად გადმოგცემს. იგი ამბობს: და ეს ქერუბიმთა 4 სახოვნება და 4 ცხოველის გამოხატულება მოგეხსენებათ არის ეზეკიელის წიგნში. პირველი ცხოველი ამბობს, აქ ირინეოსისგანა ეს სიტყვა ამბობს, იგულისხმება ამბობს საღვთო წერილი. პირველი ცხოველი ამბობს მსგავსია ლომისა, აქ იგულისხმება ეზეკიელი ამბობს, რითაც აღნიშნა მან მისი ქმედითობა, ხელმწიფობა და მეუფება. ანუ პირველი ხატი ქერუბიმები, რომლებიც 4 სახოვანი, 4 ხატოვანი არიან, პირველი ხატი, პირველი სახე, ანუ პირველი გამოხატულება ესაა ლომის გამოხატულება, ლომის სახე. როგორც ამას ეზეკიელი ამბობს, რომ პირველი ცხოველი, რასაც ისინი გამოსახავდნენ, არის ლომი, ლომის მსგავსება, ხოლო ირინეოსის განმარტებით ეს ლომი, გამოსახულება ლომისა, აღნიშნავს მაცხოვრის ქმედითობას, ხელმწიფობასა და მეუფებას. ეს თვისება, ეს მოქმედება, ეს სამოქმედო თვისება გამოისახება ამით. მეორე მსგავსია ხბოსი, რითაც წერილმა საჩინო ჰყო ძეღმერთის მღვდელთ მოქმედებითი და სამღვდელო თვისება. ანუ
ხბო, რომელიც აქ გასაგებია ეს პარალელი რატომ არის ამგვარად განმარტებული ირინეოსისგან, ხბო როგორც დასაკლავი, შესაწირი, მღვდელმოქმედების სიმბოლოდ წარმოჩნდება და რამდენადაც მაცხოვარი თვითვეა ის მსხვერპლშენაწირი, რაც კაცობრიობის გამოხსნისათვის მამა ღმერთის წინაშე დაიდო და თვითვეა მსხვერპლშეწირველი, ანუ მღვდელმოქმედი, ანუ მთელი მღვდელმსახურება, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ მღვდელმოქმედს, ვინც მსხვერპლშეწირვას აღასრულებს და მეორე მხრივ თავად წმინდა მსხვერპლს, აი ესაა მთელი მღვდელმოქმედება, ეს ყოველივე მაცხოვარს გამოსახავს, მაცხოვარია ყოველივე ამის დამფუძნებელი, თავის თავში აღმსრულებელი და ამიტომ ამბობს ირინეოსი, რომ მეორე სახე ქერუბიმებისა ცხოველის მეორე სახე, რასაც ისინი ატარებდნენ, ეს ხბოს სახე შეესაბამება და სიმბოლურად გამოხატავს მაცხოვრის მღვდელმოქმედებით და სამღვდელო თვისებას. მესამე განაგრძობს ირინეოსი ციტირებას ადამიანის პირის სახის მქონე, რითაც, ესე იგი თვითონ ირინეოსი ამბობს, უცხადესად აღწერა წერილმა ძეღმერთის კაცობრივი მოსვლა. ესე იგი ეს მესამე სახე ცხოველისა, რასაც ქერუბიმები ატარებენ, მაცხოვრის განკაცების, მაცხოვრის კაცების, მის მიერ კაცობრივი ბუნების შემოსვის აღნიშნულია. ხოლო მეოთხე მსგავსი მფრინავი არწივისა, რითაც, უკვე ამ სიტყვას განმარტავს ახლა ირინეოსი, ეკლესიაზე დაფრენილი სულის მადლი გააცხადა წერილმა. ანუ ქერუბიმთა მეოთხე სახეობა ცხოველის, ანუ არწივის სახეობა გულისხმობს სულიწმინდის მადლს ეკლესიაზე დაფრენილს, ასე ვთქვათ, ეს ბჭყალებში დაფრენილს, არწივისებრ ეკლესიაზე დაბუდებულს, ეკლესიაში შთაბუდებულს და ეკლესიაში შთანერგილს. სახარებებიც, უკვე ახლა ესა პარალელები აქამდე მოწოდებული ირინეოსისგან, რაც განიჭვრირება და დაინახება ქერუბიმთა 4 სახოვნებასა და მაცხოვრის 4 მოქმედებას შორის, მაგრამ სახარებანი რომელს შეესაბამებიან, აი ესაა განმარტებული ხსენებული ციტატის მომდევნო ნაწილში. ირინეოსი კერძოდ აღნიშნავს, ხოლო სახარებებიც, რომელთა შორისაც მჯდომარეა ქრისტე, ეთანხმებიან ზემოთქმულს. იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს. იგულისხმება განკაცებული ღმერთის იერ, რომელიც იესო ქრისტედ იწოდება, განკაცებამდელ, როდესაც ის მხოლოდ ღვთის ძე იყო და ძეკაცისა ჯერ კიდევ არ იყო, როცა მხოლოდ ღვთის სიტყვა იყო და განკაცებული არ იყო, აი მაშინ როდესაც მის შესახებ ითქმის და ეს მარადიულად ითქმის, მაგრამ კაცობრივ შობაზე უწინარესი შობის შესახებ როდესაც საუბარია და ჩვენ ამაზე არაერთის მოგვიცია განმარტება ეკლესიის მამებისა, რომ ძეღმერთის მამისაგან შობაში ყოველთვის იგულისხმება ძეღმერთის მარადიული და დაუსაბამო და შესაბამისად დაუბოლოებელი შობა მამისგან, ძე მარადის იშვება მამისაგან, მარადის ძეა და მარადის შობილია მისგან და არა ის, რომ ეს პროცესი ოდესმე დასრულდება და ვინმე შეუძლია თქვას, რომ ძე აღარ არის მამაში და მამა აღარ არის ძეში. ასე რომ დაუსაბამო და დაუსრულებელი შობა ძეღმერთისა მამისგან, ანუ მისი საღმრთო შობა, კაცობრივ შობაზე უწინარესი, ირინეოსის სწავლებით დაინახება იოანეს სახარებაში. და ეს შობა არის მაცხოვრის ხელმწიფურობის, მისი ღმრთული მეუფების გამოხატულება. შესატყვისია ქერუბიმთა იმ გამოსახულებისა, რაც ლომის მსგავსებაა. ამას ამჯერად ჩვენ ვაბობთ, მაგრამ ახლა ციტატას მოვიდოთ, სადაც ეს ყველაფერი გარკვევით იქნება თქმული. ამრიგად ირინეოსის თქმით, სახარებებიც, რომელთა შორისაც მჯდომარეა ქრისტე, ისე როგორც იგულისხმება, ესე იგი ქერუბიმთა შორისაც როგორც არის მჯდომარე, აი ეს სახარებებიც ეთანხმებიან ზემოთქმულს. იოანეს სახარება მამისაგან მის, ესე იგი ქრისტეს, ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს და ამბობს, დასაბამად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო დასაბამად ღმრთისათანა. ლუკას სახარება, რადგანაც იგი სამღვდელო თვისებისაა, იწყება ზაქარიასგან, მღვდლისგან, რომელიც სწირავდა ღმერთს. ანუ დავუმატებ ჩვენ, რომ ლუკას სახარება შესაბამისია ხბოს სახოვნებისა. მათე ქადაგებს ქრისტეს კაცობრივ შობას, როდესაც ამბობს, წიგნის შობისა იესო ქრისტესი. აგრეთვე, ხოლო იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო.
ამრიგად ეს სახარება კაცის სახოვანია, ესე რამდენადაც განკაცებულ ღმერთზე მეტყველებს. ხოლო მარკოზმა მაღლიდან ადამიანებზე მოვლენილი წინასწარმეტყველური სულისგან ქმნა დასაბამი და თქვა: დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი, ვითარცა წერილარს ესაია წინასწარმეტყველისა. ამით მარკოზმა გააცხადა სახარების მფრთოვანმყოფელი ხატი. ეს სიტყვასიტყვით ასე გახლავთ ბერძნულში პტეროტიკენ ეიკონა, ესე მფრთოვანმყოფელი ხატი. ამიტომაც შემოკლებულად და გაკვირით გვაუწყებს იგი, რამე თუ წინასწარმეტყველურია ამგვარი თვისება. აქ სხვათა შორის დამოუკიდებლად ესეც მნიშვნელოვანია, თუ წინასწარმეტყველური ენა როგორია, რომ იგი არის შემოკლებული და მინიშნებითი. თვით სიტყვა ღვთისა მოსეს წინარე მამათმთავრებს საღვთოდ და დიდებულად ეზრახებოდა. რჯულში მყოფთ კი სამღვდელო წესი განუყო. ამის შემდეგ კაცი გახდა იგი. მთელ ქვეყანას მოულინა ნიჭის სულიწმინდისა და დაგვიფარა ჩვენ თავისი ფრთებით. ასე რომ, როგორიცაა მოქმედება ღვთის ძისა, იმგვარივია ცხოველთა სახეც, იგულისხმება ქერუბიმების ცხოველთა სახეც, ხოლო როგორიცაა სახე ცხოველთა, იმგვარივია თვისება სახარებისა. 4-სახოვანია ცხოველები, 4-სახოვანია სახარება და მოქმედება უფლისა. ამიტომაც 4 კათოლიკე აღთქმა მიეცა კაცობრიობას, ესე იგი საყოველთაო აღთქმა, რომლებია ესენი? ირინეუსი მიუთითებს: 1 წარღვნისა ნოესი მშვილდზე, მეორე აბრაამისა წინადაცვეთის ნიშანზე, მესამე რჯულდება მოსეს ჟამს, ხოლო მეოთხე სახარებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ეს ციტატა, ეს ვრცელი და უარსად მნიშვნელოვანი ციტატა, რაც როგორც ვთქვით, მესამე წიგნშია ირინეუსის შრომისა, როგორც ხედავთ, 4 რიცხვედობას, ქართული გამონათქვამი რომ მოვიხმოთ, 4 თავობას სახარებისას აბსოლუტურ მნიშვნელობას განუგრძნობს, რომ ამაზე არც მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო სახარებანი და არც ნაკლები, იმ არგუმენტების შესაბამისად, რაც უკვე მოვიხმეთ, რომ 4-ია კიდე ქვეყნისა და 4-ია ქარი, ეს სულიერად იმას იმობს, რომ სახარება 4-ვე მხარეს უნდა განეფინოს თელ ქვეყანაზე და 4 ქარი იქნება მისი მიმბერველი, ანუ 4 ბურჯი, ანუ ეს 4 სახარება. და მეორე მხრივ, რამდენადაც ქერუბიმები 4-სახოვანი არიან და 4 ცხოველის მსგავსებას აღიბეჭდავენ, თითოეული ცხოველის მსგავსება კი მაცხოვრის ამა თუ იმ მოქმედების გამომსახველია, მათვე ესა თუ ის სახარებას შეესაბამება, რომ ქერუბიმთა პირველი სახე ცხოველის, ანუ მსგავსება ლომისა, მაცხოვრის მეუფებრივ და ხელმწიფურ შობას და მის ხელმწიფურობას ცხადყოფს, რომ ის ბუნებითი ღმერთი, იმიტომ რომ ბუნებით ღმერთმა მისგან შობილი ძეც, რა თქმა უნდა, ერთ ბუნებაა მამასთან, ერთ ღმერთია და ისიც ბუნებითი ღმერთია მამისებრ, ანუ ისიც ხელმწიფურია, მეუფებრივია, იმიტომ რომ ბუნებითი ღმერთია სწორედ ჭეშმარიტი და ბუნებითი ღმერთია სწორედ ჭეშმარიტი და ბუნებითი მეუფე და ხელმწიფე. ხოლო ამის შესაბამისი არის იოანეს სახარება, რომელიც ერთადერთი ხაზგასმით გვაუწყებს ჩვენ ძეღმერთის იმ დასაბამში მყოფობაზე, ანუ მამისგან დაუსაბამო და მარადიულ შობაზე, რომ დასაბამში იყოს სიტყვა ღვთისა. შემდგომ მეორე სახე ქერუბიმებისა, ეს გახლავთ მსგავსება ხბოსი, ხოლო ხბო, როგორც გარკვეულწილად შესაწირავი, დელმოქმედების სიმბოლოა და იმ ჭეშმარიტ და უდიადეს მსხვერპლს და ერთადერთ ბუნებით მსხვერპლს მოასწავებს, რომელიც არის თავად მაცხოვარი იესო ქრისტე, დაკლული და შეწირული კაცობრიობის გამოსახსნელად და თვითვეა საკუთარი თავის შემწირველი, ანუ ღვთელმოქმედიც, ანუ ჭეშმარიტი ღვთელმოქმედების განმასახიერებელი. ხოლო ამის შესატყვისი სახარება წმინდა ირინეუსის სწავლებით არის ლუკას სახარება, რადგანაც იგი სწორედ სამღვდელო თვისებისაა, რომ გავიმეორებთ ირინეუსის სიტყვები იწყება რა? ზაქარიას მღვდლის შესახებ უწყებისგან, რომელიც წირავდა ღმერთს. შემდგომი სახე, როგორც აღნიშნული გქონდა, კაცის მსგავსება, ადამიანის მსგავსება, რაც მაცხოვრის განკაცებას მიუთითებს, ხოლო ამის შესახებ მაუწყებელი კონკრეტულად მათეს სახარება, რადგანაც იგი სწორედ მაცხოვრის ამქვეყნიური შობით იწყება წიგნის შობისა იესო ქრისტესი. მეოთხე სახეობას, რაც შეეხება, რაც გახლავთ არწივი და რაც სიმბოლურად ეკლესიაზე ზემოდან დაშვებულ და ზედაფრენილ სულიწმინდის მადლს გამოსახავს, მაცხოვრისგან მონიჭებულს, ესეც მაცხოვრის ამქვეყნიური ღმერთმოქმედებაა, მისი შესაბამისი არის მარკოზის სახარება, რადგანაც სწორედ მარკოზის სახარება იწყება სულიწმინდისგან მობერილი საწინასწარმეტყველო უწყების გადმოცემით. რადგანაც თქმულია, დასაბამი სახარებისა იესო ქრისტესი, ვითარცა წერილ არს ესაია წინასწარმეტყველსა.
და ეს გამონათქვამი კვლავ გვინდა გავიმეოროთ ირინეოსის სიტყვები, რომ ეს არის ფრთოვანმყოფელი ხატი. ანუ ამ სიტყვებით მარკოსმა გააცხადა სახარების ფრთოვანმყოფელი ხატი. დავუძენთ იმასაც, რომ ირინეოსის სწავლებით ეკლესია მოიცავს უცდომელ განმარტებას ბიბლიისას. და ასეთი სახისმეტყველებითი გამონათქვამიც გვხვდება ირინეოსთან, რომ ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ეს არის ორი ხე დანერგილები ეკლესიის ბაღში. მეხუთე წიგნში კერძოდ ირინეოსი ამბობს, ეკლესია ამა ქვეყანაზე სამოთხისებრ არის დანერგილი. ამიტომ ამბობს სული ღვთისა, ყოვლისაგან ხის სამოთხისას ჭამოთ, ეს შესაქმის წიგნიდან დამოწმებული სიტყვები, რაც ნიშნავს ჭამდეთ უფლის მთელი წერილიდან. მაგრამ ნუ ჭამთ ამ პარტავნებით და ნუ გექნებათ კავშირი რაიმე ერეტიკულ გაუგებრობასთან. კიდევ სხვა ციტატების მოხმობაც შეიძლებოდა ირინეოსის შრომიდან კონკრეტულად წმინდა წერილის შესახებ, თუმცა არსებითი და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ახალ აღთქმასთან და კონკრეტულად სახარებებთან დაკავშირებული მისი ცენტრალური სწავლება ჩვენ შეძლებს დაგვარად დავიმოწმეთ და განმარტეთ კიდეც, რითაც ირინეოსის კონკრეტულად ბიბლიოლოგიური სახისმეტყველება ფიქრობ მსმენელისათვის სრულიად თვალსაჩინო უნდა იყოს. ამჯერად ამაზე შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.